მნიშვნელოვანი სიუჟეტი თენგო გოგოტიშვილის ტრადიციულად როგორ და როდის დაიწყო ხო საქართველოში ამ NGO-ების თავგადასავალი სადამდე მივიდა როგორია ის დღეს და რატომ შეიძლება მიიჩნევდეს ხელისუფლება უმთავრეს ტრადს სწორედ ამ სექტორს ნახოთ სიუჟეტი შემდეგ რეკლამა იქნება რეკლამის შემდეგ მწერალი და მუსიკოსი დათო ჯიქია იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ მასთან ერთადაც ასე რომ არ გადართოთ გვიყურეთ ამ ხალხს დასცინოდნენ ინგლისური და კომპიუტერი იციან და სხვა არაფერი აინტერესებდა. აგერ ჩვენს თვალწინ პროტესტის ხელოვნებასაც დაეუფლნენ. სასწაული შეიძლება კიდევ ბევრი აქვს, მაგრამ იმდენი მაინც ხომ ვიცით, რომ მიზანდასახული ხალხია. გადაწყვიტეს იზამენ. ჩვენ ქონდა რა თქმა უნდა გამოწვევები და პრობლემები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროსაც, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის აი ეს მასშტაბი, როდესაც ფაქტიურად ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ანტიდასავლურ პროპაგანდაში და პირდაპირ იყენებს რუსულ მეთოდებს იმისთვის რომ რეპუტაცია შეულახონ მთლიანად დასავლეთს და აი დასავლეთის იდეას, ასეთი რაღაცა ჩვენ არ გვქონია. ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარი არის გახვეული კორუფციის სკანდალში. ეს კვირა თბილისური მიტინგების გარდა იმითაც დაიწყო, რომ რუსეთში სრულად აკრძალეს საერთაშორისო გამჭვირვალობის საქმიანობა. კიდევ ერთი მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციამ გადარჩენისთვის იბრძოლოს რუსეთისკენ მიმავალ საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც უცხოური დახმარების მათ შორის ფულის გარეშე აქამდეც ვერ მოვიდოდა. და როცა უკვე არასამთავრობო სექტორი აცხადებს თავის ამბიციებს, ასე ვთქვათ, რომ აი სამართლიანო კორუფცია არ უნდა იყოს სახელმწიფოში. შენი გრანტი გაქვს, კომპიუტერი გაქვს, სხვას რო $5 აქვს თვეში შემოსავალი, შენ $15 გაქვს თვეში შემოსავალი და გაჩუმდი რა, ესეთ პრინციპი იყო, მაგრამ ესენი არ ჩერდებიან და ამბობენ რომ მინისტრი არ უნდა იყოს კორუმპირებული. აი როგორ წარმოვიდგინოთ, მინისტრი არ იყოს კორუმპირებული, ესეთ უცნაური რაღაცებს იძახიან. სამოქალაქო ორგანიზაციები საქართველოში ისტორიკოსის თვალისთვის დღეს არ გაჩენილა. ილიას და არსებული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, როგორც ახლა იტყვიან, NGO იყო. როგორც კოცები იტყვიან, მდიდარი NGO. NGO-ები იყო მე-19 საუკუნეში გაჩენილი ჰამქრები, რომლებმაც პირველი დამოუკიდებლობის 3 წელიწადში არ ნახულ განვითარებას მიაღწიეს. მაგრამ დღევანდელმა საქართველოს სამოქალაქო გაერთიანებების დღევანდელი ფორმები მოიტანა. ჩვენ იურისტთა ასოციაციამ პირველი ფული ძალიან კურიოზულად მივიღეთ. $1800 იყო ჩვენი პირველი გრანტი, რომელიც მე 1994 წელს თბილისში აიღო დარბოდნენ იარაღით და ამბებით, ჯიბით საგარეო საქმეთა სამინისტროდან დღევანდელ საკრებულოს შენობაში იყო მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისია, საგარეო საქმეთა სამინისტროდან იქამდე ჯიბით მივიტანე, ოღონდ ესე რომ იქიდან დავრეკე, რომ ბიჭები დამახვედრეთ ფული მომაგდა. კონგრესის ფონდი იყო ნედის ესე და იკითხა, კი მაგრამ თქვენ ეს ანაზღაურება არ გინდათო? გავიგეთ რომ ანაზღაურება შეიძლება მივიღოთ. და მაშინ ეს პროექტის ავტორი გათავხედდა, სადაც ბევრი ფული შუა ჩაწერა ხელფასი თავისთვის, თვეში $3. და თქვენ გავიცინეთ რომ ახლა მაგას გადაგვახევენ თავზე. პირველი კითხვა იყო რომ ეს საათშიო $3-იო? მაშინ თვალები ვჭიდეთ რომ მივხვდით რომ სხვანაირად იყო საქმე. არასამთავრობო სექტორში ამ გადასახედიდან ლამის მთელმა თაობამ აიდგა ფეხი. მაგრამ უფროსი თაობის მეცნიერებისთვის საბჭოთა კავშირის შემდეგ რომ ულუქმაპუროდ დარჩნენ, შეიძლება გაცილებით მეტი გააკეთა. ვაღიაროთ რომ განსაკუთრებით 90-იან წლებში გარკვეული ნიშაც აღმოჩნდა ეს სფერო ინტელექტუალებისთვის. მძიმე მდგომარეობა იყო მეცნიერებაში, მძიმე მდგომარეობა იყო სხვა სფეროებში და ამიტომაც თქვათ ესეთი არასამთავრობო გარკვეული იდეებით, გარკვეული პროექტებით იყო კიდევაც გადარჩენის ფორმაც აი ამ ინტელექტუალური ხალხისთვისაც და ამავე დროს განვითარების საშუალება. კანონი, რომელთაც საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციები ჩამოყალიბდა 1994 წლიდან მოქმედებს. მათსა და სახელმწიფოს, უფრო ზუსტად, ჩინოვნიკებს შორის ურთიერთობა უღრუბლო არასდროს ყოფილა. თუმცა იყო პერიოდები, როდესაც არასამთავრობოების წინააღმდეგ სისტემა განსაკუთრებით აქტიურობდა. აი ყველაზე ესე მძიმედ მახსოვს 2001 წელი, როდესაც კახათ არგამაძის ministrობის დროს ინფორმაციის თავისუფლების აქტი როცა გქონდა პარლამენტში, ის მთლიანად ჩვენი არასამთავრობოების ინიციატივა იყო და ზურა ძალიან ხარს გვიჭერდა, ჟვანია მაშინ და ყველანაირად ცდილობდა რომ
ეს პროექტი კანონად ქცეულიყო, თუმცა უზარმაზარი წინააღმდეგობა იყო და მაშინ განსაკუთრებული მტრები ვიყავით ჩვენ და თქვენ, იმიტომ რომ მაშინ თქვენ რუსთავი 2 და ჩვენ არასამთავრობო სექტორი ვლობირებდით ამ გამჭვირვალეობას და ანგარიშვალდებულების თემას. დღესაც ხედავთ რა რთულია წითელ დირექტორებთან და მათ ნაშიერებთან ჭიდილი. 30 წლის წინ კი თითქმის ყველგან ესენი იყვნენ. ერთ მუჭა არასამთავრობოებს ახალი წესი ცხოვრებას რომ ცდილობდნენ, მაგალითი დასავლეთში ჰქონდათ. უნდათ ისე მოეწყოთ ქვეყანა, როგორც იყო მოწყობილი ამერიკა ან ძველი ევროპა. და როგორც მაშინ პარალელურად აწყობდა ახალი პოსტკომუნისტური ევროპა. ჩვენ წარმატებული მაგალითებიც ხშირად გვინახებია მათთვის და თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ აი ამ დასავლური ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ჩვენ რა თქმა უნდა ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, როგორიც არის დასავლეთში და დასავლეთში ახლა ყველამ იცით ადამიანები როგორ ცხოვრობენ, რამხელა ხელფასები აქვთ, რამხელა პენსიები აქვთ, რამხელა დაცვა აქვთ სახელმწიფოს მხრიდან, როგორი სასამართლოები არის იქ, როგორი განათლების სისტემა, როგორი ჯანდაცვის სისტემა და ასე შემდეგ. მოგვეწყო სამიმუშო შენობა, რომელიც ფორმალურად მაინც იქნებოდა მართლმსაჯულების განსახიერება, თუმცა მაშინ სრულ მართლმსაჯულებაზე ლაპარაკი ცოტა ძნელი იყო. სხვა ქვეყნების მაგალითი დამოუკიდებლობა რომ ჩვენთან ერთად მოიპოვეს, დიდმა დონორებმა დიდი რესურსები ქართული სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას მიმართეს. განსაკუთრებით მადლობას ვეუბნები იმისათვის, იმ დახმარებისთვის, რომელსაც აწინებდებთ. დახმარების მიმღები სახელმწიფო იყო. არასამთავრობოების როლი მაქსიმალურად შევიწროვდა. შედეგი? წლების მანძილზე ითვლებოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვა სასამართლო რეფორმა. და სამწუხაროდ ამ მიმართულებით სწორედ ბევრი ფული დაიხარჯა დონორებისა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ეფექტურად. ჩვენ ყავს დღესაც სასამართლო ყოველ შემთხვევაში სისხლის სამართლის სფეროში, რომლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ძალიან ხშირად ეჭვებს აჩენს. დაახლოებით 98% საერთაშორისო დახმარებისა მოდის სახელმწიფოზე. როცა ჩვენ ლაპარაკობთ თუ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ გრანტი ჭამიებზე, ნებისმიერი სახელმწიფო იქნებოდა ეს შევარდნაძის თუ სააკაშვილის, ივანიშვილის ნებისმიერი 98% იღებს საერთაშორისო დახმარებისა თვითონ. 2% 1.5, 2% ზოგიერთი 1% მოდის თვიან სამოქალაქო საზოგადოებას. ყველა კომიტეტის თავმჯდომარის თვითონ სამოქალაქო სექტორს რაღაც ეტაპზე ყველა ხელისუფლებასთან დაეწყო პრინციპული წინააღმდეგობა. ზოგთან უფრო ადრე, ზოგთან უფრო გვიან. დასავლეთის დაფინანსებულ არასამთავრობოებს დრო იყო ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად შევარდნაძე მიაჩნდათ. არც იმას დაუკლია თავისი კონკრეტული ჩინოვნიკების პირითა და კონკრეტული სამართალდამცველების ხელით. მაგრამ აქაც ყველაფერი შეფარდებითი აღმოჩნდა. დრომ გამოაჩინა. პრინციპულ საკითხებზე შევარდნაძის დროს განსაკუთრებით ის დასავლეთზე ესე როგორც მტერზე და ოკუპანტზე ჩვენი ქვეყნის ომში ჩამთრევზე არასოდეს არ ლაპარაკობდა რა თქმა უნდა და ამიტომ ეს ატრიბუციაც არ იყო რომ აი ამერიკის აგენტები არიან, ნუ ხო ვიღაცა ასავალ-დასავალში რა თქმა უნდა წერდა, მაგრამ და რა თქმა უნდა მაშინაც სახელმწიფოს მიერ გარკვეული ჯგუფების მიერ ხელისუფლებაში ეს ორკესტრირებული იყო არც ერთ დროს პირობითი ასავალ-დასავალი რო დავარქვათ, იმიტომ რომ მარტო ასავალ-დასავალში არ იყო რა თქმა უნდა პრობლემა. სამოქალაქო სექტორში ბევრი სახე და სახელი გაცილებით დიდი ხანია გვახსოვს, ვიდრე ბევრის სახელი და საქმე პოლიტიკაში. ძველ მთავრობებს მათგან უკონტროლო არასამთავრობოების დიდი სიყვარული ნამდვილად არ ჰქონიათ. მაგრამ ინგლისურისა და კომპიუტერის მცოდნე ხალხს, ჩუმად გრანტი ჭამიებად რომ მოიხსენიებს, ხელისუფლება ასე სამტრო სასიცოცხლოდ არასდროს დაჯახებია. კენჭერება საქართველოს კანონის პროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის. დღევანდელმა მმართველმა გუნდმა მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის აგენტის იარლიყის მიწებების პროცესი დაიწყო, რა კი დაინახა, რომ ოპონენტებად ისინი გადარჩა. ფული უცხოეთიდან შემოსდით და ჭკუის სწავლებას გვიბედავენ, ესე იგი პოლიტიკური პარტიები არიან. როგორც ხრევა მოქალაქეს, ჩვენ რა თქმა უნდა სრული უფლებაც გვაქვს და მოვალეობაც გვაქვს, რომ პოლიტიკაში ვიყოთ ჩართულები. ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა უკვე ბოლო წელს, მას შემდეგ რაც დაიწყო ომი, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ გააკეთეს ფაქტიურად აქცენტი რუსეთის გამარჯვებაზე, ფაქტიურად ფსონი დადეს რუსეთის გამარჯვებაზე და დაიწყეს სვლა რუსეთისკენ. ამ გზას რუსეთისა და ბელარუსის დიქტატორები ერთმანეთის წამხედრობით დაადგენენ და ძალაუფლება შეინარჩუნეს. კი, სისხლი ღვარეს, გარშემოც ყველა გადაიკიდეს, მაგრამ სკამები არ დათმეს. ვინც ვერ შეეგუა სხვა ქვეყანაში მოუწია. ათვით ფრინავით, ან კატაფალკით, ზეციურ რუსეთსა და ზეციურ ბელარუსში. ამან რეჟიმებს სრულად გაუხსნა გზა და ხელები კორუფციისთვის.
სტრატეგიული კორუფციის ტერმინი ეხლა ხან შემოვიდა, როდესაც შენ არამხოლოდ შენს ქვეყანაში გაქვს კორუფცია, არამედ ცდილობ, რომ სხვა ქვეყნებშიც იყოს ეს კორუფციული რეჟიმები, იმიტომ რომ შენი გავლენების გავრცელება უფრო მარტივი არის ამ ქვეყნებში, შენთვის უფრო მარტივია მოისყიდო პოლიტიკოსი, შენთვის უფრო მარტივია მოისყიდო იგივე მედია და ამუშაო იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო ვერასოდეს ვერ ჩამოყალიბდეს სახელმწიფოდ და ვერასოდეს იქ მცხოვრებმა ადამიანებმა ვერ იცხოვრონ ბედნიერად და კარგად. ქართულ ხელისუფლებას გადაშლილი აქვს დიქტატორების სახელმძღვანელო პუტინის, ლუკაშენკოს, იანუკოვიჩის, ჩავესისა და კადაფის ავტორობით. ქართულ არასამთავრობო სექტორს კი წინუდებს რუსული, ბელარუსული, უკრაინული და საკუთარი ქართული ოპოზიციისა და საზოგადოების 30 წლიანი წინააღმდეგობის გამოცდილება. სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატთან დაპირისპირება აბა ვის უნდა, მაგრამ როცა არჩევნების წართმეული გაქვს და არჩევანიც, აქეთ ან იქით მხარეს ცხოვრება თავად აგირჩევს.